NASA-ს მიერ მზის სისტემის მასშტაბით ამჟამად მიმდინარეობს უპრეცედენტო დაკვირვების კამპანია, რომლის ფარგლებშიც ხომალდები და კოსმოსური ტელესკოპები მომართულია, რათა დააკვირდეს კომეტა 3i წილადი ატლასს. კომეტის უახლოესი გამოსახულებები, რომლებიც მეცნიერებმა წარმოადგინეს, გადაღებულია NASA-ს მარსზე არსებული ხომალდების მიერ. მოდი მოვუსმინოთ NASA-ს მეცნიერებს და ვნახოთ სიახლეები. ეს კომეტა პირველად 2025 წლის 1 ივლისს დააფიქსირა და NASA მას შემდეგ აკვირდება და სწავლობს 3i ატლასს. ხედავთ HiRISE-ის ინსტრუმენტის მიერ 2 ოქტომბერს გადაღებულ სურათს Mars Reconnaissance Orbiter-დან. კომეტა დაახლოებით 19 მილიონი მილის მანძილიდან ჩანს თეთრი, ფუმფულა ბურთივით. ეს ბურთი არის კომა, მტვრისა და ყინულის ღრუბელი. კომეტები პატარა კოსმოსური თოვლის გუნდებია და მათი შესწავლით ვიგებთ იმ გარემოს შესახებ, საიდანაც ისინი წარმოიშვნენ. ეს კომეტა კი სრულიად სხვა ვარსკვლავური გარემოდან მოდის. ამიტომ უკვე ვხედავთ საინტერესო განსხვავებებს. სწორედ ამიტომ ასეთ ობიექტებს ყველაზე ადრე ვაკვირდებით. Hubble-მა გადაიღო 3i ატლასი. იმ დროს კომეტა დედამიწიდან დაახლოებით 277 მილიონი მილის დაშორებით იყო. Hubble-ის სურათებმა რამდენიმე რამ გვაჩვენა. ცრემლის ფორმის კომა, მტვრის ღრუბელი, რომელიც ყინულოვანი ბირთვიდან ამოდიოდა. ამ მონაცემებით ასტრონომებმა შეძლეს უკეთ დაეზუსტებინათ ბირთვის ზომა. მაშინ დადასტურდა, რომ მისი დიამეტრი 1400 ფუტიდან 3.5 მილამდე მერყეობდა. Hubble-მა ასევე აჩვენა, რომ კომეტა მტვერს კარგავდა, სწორედ იმ ტემპით, როგორც მზისკენ მიმავალი სხვა ცნობილი კომეტები, რომლებიც ჩვენს მზის სისტემაში მოძრაობენ. Webb-მა და SpaceX-მა კომეტის კომაში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის არსებობა აღმოაჩინეს. ასევე წყლის ყინულის კვალი. შესაძლოა კომეტა უფრო ძლიერ რადიაციას ექვემდებარებოდა. ან უბრალოდ წარმოიქმნა რეგიონში, სადაც CO2 განსაკუთრებით იყო გავრცელებული. 3i ატლასი შემოდის სრულიად საპირისპირო მიმართულებიდან. როცა იგი მზის ყველაზე ახლო წერტილს მიუახლოვდა, დედამიწა არახელსაყრელ პოზიციაში იყო, მაგრამ მარსი ხელსაყრელში. პირველი გამოსახულებები ფსიქეს მისიისგან მივიღეთ 8-9 სექტემბერს. კომეტა მაშინ ხომალდიდან 33 მილიონი მილის დაშორებით იყო. ეკრანზე ნაჩვენებია კადრების კრებული, ხოლო ქვედა მარცხენა კუთხეში ყველა სურათის ერთობლივი დამუშავებული გამოსახულება. 16 სექტემბერს გადაღებულ შავ-თეთრ კადრში ჩანს მისი კომა, ფუმფულა მტვრისა და აირის ღრუბელი და ასევე მისი კუდი, რომელიც მზისგან მოშორებით არის მიმართული, როგორც ჩვეულებრივ ხდება. ახლა გადავიდეთ შემდეგ გამოსახულებაზე, რომელიც მეივენის კოსმოსურმა ხომალდმა მარსიდან გადაიღო ოქტომბრის დასაწყისში. ეს სურათი ჩვეულებრივი ფოტო არ არის, ეს სპექტრია. აქ ჩანს სამეცნიერო რხევები. ეს სწორედ კომეტიდან გამოშვებული წყალბადია. 15-16 ოქტომბერს ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და NASA-ს ერთობლივმა SOHO მისიამ წარმატებით გადაიღო 3i ატლასი. მას შემდეგ რაც კომეტამ მარსს ჩაუარა. NASA-ს კოსმოსური ხომალდები გააგრძელებენ კომეტაზე დაკვირვებას. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.